გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია და მადრიდის რეალი. რა განაცხადეს ქართველზე და PSG-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ამასთან ერთად მე თქვენთვის სხვა არაერთი უახლესი ინფორმაცია მოვიძიე. მოტივაციისთვის კითხონა დამიფასო ჩრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნა დამით მორი წამი და შემოუერთდე ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. მადლობა თუ შენ ახლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სურიკოს მორიგი გოლი და ქართველი ფეხბურთელის კომენტარი. საფრანგეთის თასის მე-16 ფინალში სურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის სტუმრად ნიცას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობიდან გოლი სურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც 45 წუთზე თანაგუნდელის მიერ მოპოვებული პენალტი ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სურიკომ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და იმედგაცრუება ვერ დამალა. გრძნობდით რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. უფრო მეტი გოლის გასატანად შანსები ჰქონდა. ნიცა კარგი გუნდია, რომელიც ლიგა 1-ში თამაშობს. ეს თამაშამდე ვიცოდით. ჩვეულებრივ კარგად ვთამაშობთ. დღესაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ტაიმში ორჯერ ან სამჯერ შემოგვიტიეს და გოლი გაგვიტანეს. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ამის შემდეგ ბოლო წუთს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასე ხდება ხოლმე. როგორც უკვე თქვი, ყავს გუნდი, რომელიც ლიგა 1-ის დონეზეა. ეს კი ჩვენს ლიგაში კვირიდან კვირამდე უნდა ვაჩვენოთ. განაცხადა სურიკო. მე კი შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სურიკო დავითაშვილისთვის ეს მეცხრე გოლი იყო. მისი გუნდი კი მომდევნო შეხვედრას ლიგა 2-ის ეგიდით 3 იანვარს ლემანსის წინააღმდეგ გამართავს. ეს აღარ იყო ის გუნდი. კობიაშვილის ხმაურიანი შეფასება ნაკრებში და რაბედიელის სანიოლს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების თამაში ნეგატიურად შეაფასა. წლის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. პლეი-ოფში სომხეთთან შთამბეჭდავად ვითამაშეთ. მოლოდინი ნამდვილად ჰქონდა რომ მთელი წელი პოზიტიურად უნდა წასულიყო, თუმცა მეორე ნახევარი იმედგაცრუება იყო. ეს არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა. ეს არ იყო ის რის იმედიც და სურვილიც ჰქონდა. საბოლოოდ კი შედეგი მივიღეთ რაც პოზიტიურად და დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება. სამწუხაროდ ამის თქმა მიწევს, მაგრამ რეალობა ესაა. გასახდელში არაფერი დარღვეულა, თუმცა მაშინ ლოგიკურად ისმის კითხვა თუ რა არის პრობლემა. შესაძლოა თამაში წააგო, მაგრამ ეს არ იყო ის გუნდი, რომლითაც ვამაყობთ. მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული ესპანეთთან თამაში იყო. ასეთი უსუსული ეროვნული ნაკრები დიდი ხანი არ მინახავს. შიმშილი აღარ ჩანდა. გარკვეულ მოთამაშეებს საკუთარ თავებთან ბრძოლა ჰქონდათ. ანთებული აღარ იყვნენ და ყველაზე მთავარი რაც არის, ამ წარმატების მთავარი რგოლი დაცვის ხაზი იყო. გასულ წლებში დაცვაში ძალიან ძლიერად და სტაბილურად ვიდექით. ამიტომ პასუხისმგებლობა ყველასია. ჩემით დაწყებული მწვრთნელი და ფეხბურთელები. ყველაფერზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ. ეს შედეგი ყველას პასუხისმგებლობა აქვთ. ზოგიერთმა და ზოგადად ყველამ იმ წარმატების შემდეგ ცაში ფრენა დავიწყეთ და საბოლოო ჯამში დავეცით მიწაზე. ამის შემდეგ კი ისევ უნდა დავდგეთ ფეხზე და დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით. განაცხადა კობიაშვილმა. თუმცა უნდა აღენიშნოს ის ფაქტი, რომ ინდივიდუალურად მოთამაშეები თავიანთ კლუბებში საკმაოდ მაღალ დონეზე გამოიყურებიან. თუმცა პრობლემა აშკარად სისტემურ ხასიათს ატარებს. ნათელია რომ ვილისანიოლის არსებული სქემა ვეღარ მუშაობს და ცვლილებები აუცილებელია. ხოლო კობიაშვილის კომენტარიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებს მომავალშიც ვილისანიოლი უხელმძღვანელებს. ფედერაცია კი კრიზისიდან გამოსავალს სწორედ მასთან ერთად ხედავს. რაც ჩემი აზრით გაუგებარია, რადგან ვილიმ უკვე დაამტკიცა რომ თავისი თავი ამოწურა. მაგრამ იმედი დავიტოვოთ რომ პრაგმა სპეციალისტმა უკვე წარადგინა ის გეგმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნაკრები შეძლებს ამ კრიზისიდან გამოსვლას. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ აშვეთიამ კვარაცხელიასა და მატოი საფონოვის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ხვიჩა და საფონოვი PSG-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია შეგვიძლია მსოფლიოში საუკეთესო ვინგერი ვუწოდოთ. ხვიჩა დიდი ხანი ამბობს რომ მადრიდის რეალში თამაში ოცნებობს. მე კი მჯერა რომ ერთ დღესაც ის ამოცნებას აისრულებს. რაც შეეხება საფონოვს, პარიზში ისიც კარგად თამაშობს. მას ყველანაირი შანსი აქვს რომ დიდი ხნის განმავლობაში PSG-ს პირველი მეკარე იყოს. საფრანგეთში ხვიჩასთვის და საფონოვისთვის ერთად ცხოვრება და ადაპტაცია უფრო მარტივია. განაცხადა მიხეილ აშვეთიამ. მე კი შეგახსენებთ რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში 2025 წლის იანვარში გადავიდა და ფაქტობრივად ნახევარ სეზონში 3 მთავარი ტურნირის მოგება შეძლო. ესენი კი გახლავთ საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი ქართველი შემტევი PSG-სთან ერთად UEFA სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ხოლო რამდენიმე დღის წინ საკონტინენტთაშორისო თასის მოიგო. ამიტომ ნენელა მოდის ის დრო, როცა ხვიჩა ამ კლუბში მაქსიმუმს მიაღწევს და განვითარებისთვის ახალი კლუბი დასჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა 1 წლით ადრე უპრობლემოდ შეიძლება, რადგან თუ ქართველი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, PSG-ს მისი გაყიდვა მოუწევს. მსგავსი მომენტების გამოყენება კი მადრიდის რეალს ძალიან უყვარს. მოგეხსენებათ, რეალმა მბაპეს მსგავსი სქემით დაიმატა. ოღონდ იქ ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სრულად ამოეწურა. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. აქამდე კი PSG
PSG-ში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთმა ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა. კერძოდ ვლადიმერ გუცაევმა ერთ-ერთ ინტერვიუში კვარაცხელიასა და პარი სენ-ჟერმენზე საინტერესო განცხადება გააკეთა. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენის შემტევებს, იმაჩნია, რომ კვარაცხელია და დემბელე ერთ დონეზე დგანან. დუე კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ უკვე ტოპ ფეხბურთელია. რაც შეეხება ბარკოლას, ამ ოთხეულში ყველაზე სუსტი სწორედ ის არის. სწორედ ამიტომ ათამაშებს ლუის ენრიკე შემადგენლობაში, ძირითადად დემბელესა და კვარაცხელიას. განაცხადა გუცაევმა. მოგეხსენებათ ბარკოლასა და კვარაცხელიას კონკურენცია გუნდში დიდი განხილვის თემა. ჯანსაღი კონკურენცია კი რა თქმა უნდა კარგია, რადგან ეს ფეხბურთელებს განვითარებაში ეხმარება. მაგრამ ბარკოლას შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა, რადგან აშკარაა, რომ ფრანგ ფეხბურთელს იმდენად სურს თავის გამოჩენა, რომ ხშირად ეგოისტურ გადაწყვეტილებებსაც იღებს. მიუხედავად ამისა, სასიხარულო ფაქტია ის, რომ ამჟამად PSG-ს უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს ლუის ენრიკეს სახით და მსგავსი სიტუაციების მართვა და დაბალანსება ესპანელ სპეციალისტს ნამდვილად არ გაუჭირდება. ამ ყველაფერს კი პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან კარგად ხედავს და PSG-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ გუნდის თავკაცთან ლუის ენრიკესთან ფეხბურთის ისტორიაში პირველი უადო კონტრაქტი გააფორმოს. ამის შესახებ კი ის იწერს. გამოცემის ცნობით კლუბში 45 წლის ესპანელ სპეციალისტს იდეალურ მწვრთნელად მიიჩნევენ. ამიტომ მზად არიან მასთან ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმონ. შეგახსენებთ, რომ ენრიკესთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში. ლუისმა კი პარიზული კლუბი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა. ბარსას საპრეზიდენტო არჩევნები და მესის დაბრუნების პირობა. უახლესი ცნობა ჩაბი ალონსოს მომავალთან დაკავშირებით. რეალის სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ ბოლო მატჩების შედეგების წყალობით მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო დრო მოიპოვა. მადრიდელებმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვეს. კერძოდ ლა ლიგაში ალავესისა და სევილიას, ხოლო ესპანეთის თასზე ტალავერას წინააღმდეგ. ზიატლეტიკის ინფორმაციით კი ჩაბი ალონსო და მისი შტაბი ფიქრობენ, რომ ამოგებებმა მათ ამოსონთვის საშუალება მისცა. ისინი იმედოვნებენ, რომ საშობაო პაუზა ვითარების დასტაბილურებაში დაეხმარებათ. მწვრთნელების აზრით გუნდის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადაღლილობა და ტრამვების ფონზე შემადგენლობის სიღრმის ნაკლებობა. აღენიშნება, რომ რეალის ხელმძღვანელობა საშობაო არ დადაგების პერიოდში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ გეგმავს. თუმცა ალონსოს პოზიცია კლუბში კვლავ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ხოლო როგორც იწერება, ესპანეთის სუპერთასზე გამოსვლამ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად რეალურ პროგრესს მიაღწია გუნდმა. 2026 წლის ზაფხულში საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ჟუან ლაპორტას მთავარი კონკურენტი ვიქტორ პონტი უნდა იყოს. კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, როგორც კომაკები, ასევე კლუბის დირექტორ და საბჭოს წევრები ლაპორტას მუშაობით უკმაყოფილონი არ არიან. თუმცა არსებობს ერთი სერიოზული მინუსი, რომელიც მას ტვირთად აწევს. ეს კი ლიონელ მესის უცერემონიოდ წასვლა. სწორედ ამას იყენებს ლაპორტას კონკურენტი და ასეთ განცხადებას აკეთებს. ლაპორტა ბევრ დაპირებებს იძლევა და ცოტას ასრულებს. ლიონელ მესის მხარდაჭერით არც მე და არც სხვა კანდიდატი არ უნდა სარგებლობდეს. არგენტინელი ბარსას ღირსება, რომელიც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უკვე ორჯერ მოატყუა. მე კი მაქვს გეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ და ჩემი არჩევის შემთხვევაში მესი ისევ ბარსასთან კავშირში დაბრუნდება. განაცხადა ვიქტორ პონტი. ცნობისთვის ვიქტორ პონტმა სამწვრთნელო საკითხზეც ისაუბრა და დასინა, რომ თუ მას აირჩევენ, ჰანსი ფლიკის მომავალ საფრთხე არ დაემუქრება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.